გამარჯობა მეგობრებო, მე გიორგი ვარ ყოლბაია და თქვენ უყურებთ აგრომოტორსის პოდკასტს. სივრცე, სადაც ვისაუბრებთ სოფლის მეურნეობის გამოწვევებზე, პოტენციალსა და სიახლეებზე. დღეს ჩვენი სტუმარია ბიძინა გიორგობიანი, სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი და ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პოლიტიკური მდივანი. ბიძინა, მადლობა რომ დაგთანხმდი, მოხვედი ჩვენთან. გამარჯობა გიორგი. როგორ ხარ? მადლობა, კარგად, ცოტა ისეთი განსხვავებული სფეროები კი ორივე, მაგრამ ვახერხებ ახალგაზრდობიდან მოყოლებული ორივე სფეროს. შვენიერი. შეთავსებას. როგორ მიდის სეზონი, პიკშია უკვე ყველაფერი? სეზონი მიდის სოფლის მეურნეობის საკითხებზე ლაპარაკობთ. სეზონი მიდის ძალიან ცუდად, მინდა გითხრათ, ეს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი დაავადებები გვაქვს როგორც ვენახში, ასევე ნუშის პლანტაციაში, კაკლის ბაღებში. კაკალში ანთრაკნოზმა იჩინა თავი, სეტყვა იყო ქვემო ქართლში ორჯერ და კარგად გვარიანად დაგვაზიანა. ძალიან ძლიერი სეტყვა იყო დაახლოებით 1-5 დღის წინ ბოლნისში, მამხუთში გვაქვს იქ დიდი პლანტაციები და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ეხლა ორჯერ შევედით უკვე, ეხლა ზედიზედ რამდენიმე დღის ინტერვალით სპილენძი შევიტანეთ. ისეთი ძალიან ძლიერი სეტყვა იყო, არა და ძალიან სუფთა გაკრიალებული ბაღი იყო. არაფერი დაავადების ნიშანი არ ჩანდა თითქოს, მაგრამ აი ესეთი ცუდი სეზონია. ვენახებს რაც შეეხება, ვენახებშიც აი ეს ჭარბიტენიანობა, რა თქმა უნდა, ვენახებისთვის კარგი არ არის. დაავადებების პროვოცირება სახდენს ეგრევე. დიახ, სოკოვანი დაავადებებისათვის ძალიან კარგი პირობებია, რაც სჭირდება. სინესტე, ტემპერატურა და საშუალო ტემპერატურა. სიბნელე და სოკოვანი დაავადება უცებ ვიფეთქებს და ძალიან ხშირი წამლობა ჭირდება. არიან მეურნეები, რომლებიც ბიო წარმოებაზე არიან ორიენტირებული და სისტემურ წამლობებს არ შეაქვთ. ერიდებიან და მათთვის კიდევ უფრო ძნელია, ვინაიდან ახლა იქ სპილენძის ჰიდროქსიდით ან სპილენძის ქლორჟანგით წამლობა ესეთ კლიმატურ პირობებში დიდხანს ვერ იკავებს ჭრაკს და მერე უკვე რომ დამწიფდება მწიფობაში რომ გადავა ისრიმობაში გადავა მწიფობაში გადავა ყურძენი მერე კიდე უკვე წამოვა სხვა დაავადებები აცარი სიდამლე მოგეთ წელს რომ ნალექები იყო ესეთი ნალექები იშვიათია რა უნდა ვთქვათ ისიც გიორგი რომ აი ეს თვითონ ხო ამბობენ რომ აი როგორი სიცივეებია და გლობალური დათბობის სად არის აბა გლობალური დათბობა ესე როცა ზუსტად ეს არის გლობალური კლიმატის ცვლილების პირველი მანიშნებელი ნალექების არათანაბარი განაწილება დედამიწის სხვადასხვა კუთხეში არის გვალვები, არის წყალდიდობები სხვაგან პირიქით, ანუ ეს ნალექების არათანაბარი განაწილება არის კლიმატის ცვლილების პირველი ყველაზე უფრო ისეთი ნიშანი. მე რაც ნახე ბოლო 5 წლის ტენდენცია ისე მიდის, რომ ნალექების და ფაქტია რომ შეინიშნება. ახლა 5 წელი შეიძლება დიდი დრო არ არის, მაგრამ ახლა ფაქტია რომ რაღაცა ტენდენცია დაწყებულია და ნალექების ახლა ჩვენ რეგიონში გაზრდილია რა. ახლა ამ ბოლო 5 წელში და წელს, საოცრება ხდება. მთელი გაზაფხული არ ქონია ფაქტიურად. კი, შარშანაც ესე იყო. შარშანაც იყო, კი, ესე იყო შარშანა. შარშანწინ საერთოდ მე სადაც ვენახი მაქვს, ეგ წყალდიდობა იყო ისეთი, რომ 3 ჰექტარი მახსოვს, კი, ვიდეოების მახსოვს. კი. ახალი ვენახი ძალიან კარგი ჩიტის თვალა მქონდა და მესხური მწვანე 3 ჰექტარზე გაშენებული და გამიფუჭა, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც ძალიან დიდი ჭარბი ნალექი 3 წლის წინანდელი ამბავია. ანუ ბოლო 5 წელია, როგორც თქვი, ესია ტენდენცია. თუმცა ნალექების ქარების საერთო რაოდენობაში ჯამურად ითვლიან ხოლმე რაღაც ტენდენცია რომ დადგეს დაახლოებით 10 წელზე. ხო, 5 არაფერი არ მესვაგიტყვი რომ. არაფერი არ არის ვერ ვიტყვით, მაგრამ გადამწყვეტი ჯერჯერობით არ არის. ეს არ ნიშნავს რომ ყოველ წელს ესე იქნება. თუ კიდევ გაგრძელდა 1-5 წელი ესე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექების ესეთი ჭარბი რაოდენობა დასავლეთშიც.
შესაბამისად, არა, ეხლა მოცვის პლანტაციებში ჩემ მეგობრებს აქვთ ბევრი, ჩემი გაშენებული პლანტაციებიც არის ბევრი, მაქვს სამეგრელოში და აჭარაში, სადაც მოცვის ამბავი არ ვიცოდი. ძალიან ცუდათაა იქ საქმე, იმიტომ რომ ყვავილობაშიც წვიმები იყო გაუთავებლად, ტემპერატურა ძალიან დაბალი იყო, ყვავილობა კარგად ვერ დაასრულა, მოსავალი აქვთ, მაგრამ აი ახლა უკვე ჭირს იქაც სოკოვანი დაავადებები ძალიან ჭარბად არის ნალექი და რთულია რა ეს დასავლეთ საქართველოშიც. Რა თქმა უნდა, ახლა ეს ყველაფერი აისახება ადამიანების мотиваციაზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, არა? ახლა ჯერ ისედაც ფინანსური თვალსაზრისით სოფლის მეურნეობა ძალიან გრძელვადიანი ინვესტიციაა და თანამედროვე სამყარო ფინანსურად განვასხვაოთ ჩვენ არის რეალური ეკონომიკა და არის ფინანსური ეკონომიკა. რეალური ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება, მრეწველობა სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ეს არის ძალიან გრძელვადიანი ინვესტიციები, რომლებიც უკუგებას იძლევიან გვიან, ამბობენ ხოლმე ხა ჩვენ წრეში, ვინც ამ საქმეს უფრო სერიოზულად იცნობს და უყურებს, რომ ეს არის შვილებისთვის ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში მე კიდე შვილიშვილებისთვის გაკეთებული ბიზნესი, იმიტომ რომ თვითონ ადამიანი, რომელიც ამას იწყებს, რჩება მხოლოდ მისი შრომა. საერთო ჯამში ეს გრძელვადიანი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში უკვე ძალიან არაპოპულარულია იმ ადამიანებში, ვინც ამას მხოლოდ ფინანსური მოგების თვალსაზრისით განიხილავს. ხო არიან ადამიანები, ცოტა ზედაპირული ცოდნა ვისაც აქვთ ან რაღაც კამპუსებში წიგნებით აქვთ მათ რაღაც წაკითხული ან ლექტორმა მოუყვა, რომ აი ესე თქვენ დაუშვათ გააშენებთ ნუშის ბაღს 4 წელიწადში მოგივათ პირველი მოსავალი და 8 წელში გახდებით ამდენი მილიონის პატრონი. კი ბატონო. ესეთი ბაღები გონი მაგიმით არის გაშენებული მენტალიტეტი რომ მარტივი. კი და ამიტომ მე არის დაუშვათ ტელეფონზე რეკვა რომ აბა იქნებ გაგვაყიდინოთ ეს ბაღი გვიშველოთ რაღაც ეგეთი არის. მაგ ეტაპზე მივათ აუცილებლად რა ეგეთ ჩვენი პოდკასტის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იქნება. პოდკასტის პირველი კითხვა. მაგრამ მე დავასრულებ ახლა არ მინდა რომ ისე პესიმისტურად გამომივიდეს, იმიტომ რომ ეს არ არის დაუშვათ მოყვარული ადამიანის ის რომ აუცილებლად თუ მდიდარი ხარ უნდა დაიწყო ეს საქმე და მერე გაღარიბდე. ესე არ არის. სწორად დაგეგმა თავისთავად ნიადაგის და მოყოლებული ნიადაგის შესწავლიდან, კლიმატური პირობების შესწავლიდან, ენერგიის რა ენერგია უნდა დარგო, რა კულტურა უნდა აწარმოო, როგორ სად შეინახო, სად გაყიდო. რა თქმა უნდა, ამის 100%-იანი დაგეგმა ძნელია, მაგრამ რაც შეუძლია ადამიანს, რომ თავისი ცოდნით გამორიცხოს ის რისკები, რომელი რისკებიც ახლავს ამას, ამ ბიზნესს, სოფლის მეურნეობას, ისე როგორც ყველა ბიზნესას თავისი რისკები, გარდა ფულის ბეჭდვისა. ფულის ბეჭდვა ყველაზე კაი ბიზნესია, უტყუარი. ხო და ამის შემთხვევაში, ესეთ შემთხვევაში თუ სწორად აიგეგმება და სწორად განხორციელდება, მაშინ რა თქმა უნდა ძალიან კარგია, ოღონდ ადამიანს უნდა უყვარდეს ეს საქმე, გააჩნდეს სათანადო ცოდნაც, აქ მარტო დაუშვათ სურვილი რომ ეს გავაკეთო და არის უბრალოდ კონდეს რაღაც ეს არ უნდა. ჩემ ახალგაზრდობაშიც იყვნენ აი ისინი წავალ სოფელში და იქ ამას გავაკეთებ, ხო. ამას ყველაფერს უნდა დათვლა იქ, რამდენი კვადრატული, რამდენია მიწის ფართობი, რა კულტურას როგორ უნდა მოუვარო მას, ცოდნა უნდა ამას ყველაფერი. აგრონომის ცოდნაზეც არ უნდა იყოს, შენ თვითონ გაგაჩნდეს. ანუ სექტორის გამოცდილებაც მოკლედ აუცილებელი არის რაღაცა. აუცილებელია, იმიტომ რომ შენ უნდა მოთხოვო დაუშვათ ის აგრონომია თუ შენ განკარგულებაში ვინც არის, ვისაც უხდი რამეს, რომ რა შედეგი იგინდა შენ რომ მიიღო და უნდა უყურებდე ის ადამიანი როგორ მუშაობს და როგორ აკეთებს, რა კეთილსინდისე, თორე ის თუ მოვიდა და შენ რაღაც წამლები მოყიდა და რაღაც თავისი რომელიღაცა ფირმის აგენტია და თავისი ტექნიკა გაიძულა რომ გაყიდინოს და შენი მოსავალი იმას ძალიან მაინდა-მაინც არ ადარდებს, ამას შეატყო პირველივე სეზონზე. კი ბატონო, გამოცდილების ხარჯზე. კარგი, მოკლედ პოდკასტის პირველ უკვე თითქმის ოფიციალურ კითხვაზე რომ გადავიდეთ, მაგრამ სანამ ამ კითხვას დავსვავთ, მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი საინტერესო ეპიზოდები და
ჩვენი პირველი კითხვა რეალურად არის ეს ისეთი კითხვა, რომელიც დიდი ალბათობით ჩვენს ყოველ მომდევნო პოდკასტზეც აუცილებლად დაისმევა და ეს არის კითხვა. ეს პირველი პოდკასტია. ეს არის მეორე პოდკასტი, წინა პოდკასტში აკაკი ყავდა სტუმრად. ეს უკვე მეორე პოდკასტია თქვენთან ერთად და ყოველ პოდკასტში ვაპირებთ რომ ეს კითხვა დავსვათ, რატომ აგრობიზნესი? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს სექტორი ხა როგორც აღნიშნეთ, რისკის შემცველ სექტორად რჩება და ურჩევნთ რომ უფრო სტაბილურ სექტორში დააბანდონ, თქვა თავიანთი ეს ფინანსური რესურსი. თქვენ შემთხვევაში რა თქმა უნდა ლილოში იყიდე საბურთალოზე გაყიდე, ხო? ეს ნაკლები რისკია. კი, ზუსტად ნაკლები რისკია და თქვენ შემთხვევაში მაინტერესებს რატომ გადაწყვიტეთ აგრობიზნესი, რა ინტერესი და საერთოდ რა მომენტი იყო მაშინ თქვენ ცხოვრებაში, როცა გადაწყვიტეთ რომ აგრობიზნესი უნდა დაგეწყოთ. ჯერ ერთი ეს ოჯახური ტრადიციაა ჩემი. ბაბუა, პაპა მე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსული რაჭველი ვარ და აქეთ პაპას იყო მეტყევე, მამა ჩემიც მეტყევე იყო და მე სატყეო სამსახურის უფროსი ვიყავი საქართველოსი ორჯერ. კი ბატონო. ეს ერთი, მეორე კიდევ მე ბავშვობიდან მქონდა ამის ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვიყავი რაღაც ისეთი პოლიტიკურად აქტიური ადამიანი, ჩემი პროფესიაც ესაა, მე აქ აგრარული უნივერსიტეტი დავამთავრე, დიდი ცოდნა სამწუხაროდ აქ ვერ მივიღე, მაშინ სხვა ინტერესები მქონდა უფრო მე. მაგრამ შემდეგ მე ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის რესურსების ეკონომიკის კათედრაზე ვიყავი. და ვიყავი შემდეგ ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის აგრარული პოლიტიკის კათედრაზე დოქტორანტი და იქ მე საკმაოდ კარგი და საფუძვლიანი ცოდნა მივიღე ამ მიმართულებით. ეხლა საქმე იმაშია, რომ მე თვითონ ამ აგრობიზნესს უყურებ ცოტა სხვა კუთხით. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ისეთი ბიზნესი, სადაც უცებ მიიღებ მოგებას ან რაღაც ააგებ SpaceX ან რაღაცას დააფუძნებ და ესეთი რაღაც ცოტა არ არის ეს ახალი ბიზნესი, ახალი საქმიანობაც არ არის ეს. თქვენ იცით რომ ბიზნესის ტაბლოებში არის მწვანე და წითელი ბიზნესი, ან მწვანეა ბიზნესი, რომელიც ახალი დაწყებულია, სადაც გაჯერებული არ არის. იქ შეიძლება ცოდნა და გამოცდილებას ნაკლები იყოს, მაგრამ სამაგეროდ მოგება მეტია. სოფლის მეურნეობა უკვე ეს ძალიან დიდი საუკუნეების გამოცდილებაა, დაგროვილი აქვს, თუმცა ახალი ტექნოლოგიები თავის სიტყვას ამბობს ამ საქმეში და მე ძალიან ხიბლავს ყოველთვის აი ტექნიკის და ტექნოლოგიების შემოტანა სოფლის მეურნეობაში. შხამქიმიკატების იმდენად არა, რამდენადაც ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების, რომლებიც აადვილებენ უფრო მეტად პროდუქტიულს ხდიან, უფრო მეტად უფრთხილდებიან გარემოს, ნაკლებ ზიანს აყენებენ გარემოს და მოსავალიც უფრო მეტია ვიდრე იმ მეურნეობით, რასაც ჩვენთან რატომღაც გლეხურს ეძახიან, ხო? ან ფერმერულს. ორი აი ურთიერთგამომრიცხავი ეძახიან ადამიანს, ან ფერმერს, ან გლეხს, რაც ჩვენთან არსებული მეურნეობების შინაარს არც ერთი არ გამოხატავს. ფერმერები არიან სხვა ადამიანები, საიდანაც წამოვიდა ეს იქ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გლეხი არის ადამიანი, რომელიც დამაგრებული იყო მიწაზე ფეოდალური საქართველოს დროს და არა ის, რომელიც ახლა ამბობს, რომ აი რაღაც გლეხი კაცის თვინ არავინ არ არის, ხო ამბობენ? რა, რომ არც ერთი მთავრობა ხო არ არის და ამ დროს რო კითხო, რამდენი გაქვს მიწა, ის გეტყვის, რომ საკუთრებაში აქვს 1-20-30 ჰექტარი. ხო, ან 1-10 ჰექტარი. ის გლეხი არ არის, იმიტომ რომ იმას უკვე ტექნიკა ჭირდება, ცოდნა ჭირდება, რა გააკეთო, რომელიც არც ერთი იმას არ გააჩნია სამწუხაროდ. ეს თავიდან ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაული იყო, მე ვიტყოდი. აი ეხლაც არიან ის ადამიანები საზოგადოებაში პირდაპირ კიდევ ჭკუას არიგებენ ხალხს, როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა, ვინც ეს დიდი მეურნეობები დაშალეს, მოახდინეს მიწის ფრაგმენტაცია, პატარა 1-2-3 ჰექტარად დაყვეს ეს დიდი სამეურნეო ტერიტორიები და ფაქტიურად ეს მიწა მეურნეობიდან გამოიჭიშა საქართველოს მეურნეობიდან, იმიტომ რომ იმ ადამიანებს ხელით არ შეეძლოთ ყველა ფართობების დამუშავება, ტექნიკა მათ არ გააჩნდათ მაშინ და დღესაც არ გააჩნიათ ეს ტექნიკა და ფაქტიურად აი ესე დაირღვა აქ მეურნეობა. მე ამას ძალიან გული მტკივა.
და ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს და მე სადაც ხელი მიმიწვდებოდა და რაც ეხლა ჩემს საკუთრებაში ნაკლები იყო რამე უფრო სხვების მეურნეობებს ვაწყობდი, მაგრამ მე ჩემიც რო გამიჩნდა უფრო მეტი мотиваცია მქონდა ამისკენ და აი ეს იყო ჩემი სურვილი და ეს იყო ჩემი ახალგაზრდობიდან მოყოლებული რო ხედავდი ამ იავარქმნილ მეურნეობებს და ეს რო ეყარა ბზის გულზე და ღიაცის ქვეშ ეს ტექნიკა და ფუჭდებოდა ყველაფერი და ყიდიდნენ ამ მიწებს სადაც მოუხერხდებოდათ ეს მე ძალიან განვიცდიდი ამას და მესმის რა თქმა უნდა კი და ამიტომ მე რაც შემეძლო რომ ჩემ ძალაში რაც იყო ეხლა კი სხვებსაც ვეუბნაოდი რომ დაუშვეს რა უნდა გაკეთებულიყო ხშირ შემთხვევაში ისეთ ადამიანებს ვარიგებდი და ვეუბნაოდი რომ ამას ნუშვებით ესე გავაკეთოთ რაღაცა ალბათ ის ადამიანები თვლიდნენ კიდევაც სვამკაცო და ეს რა ჩვენ იმიტომ გვაქვს ეს ვიწარო ვისაც გვინდა იმას მივყიდითო მაგათი მორალი ეგეთი იყო რთული ეხა მაგ მორალ ფოლონდი შეეწინააღმდეგო მაგრამ ესე იგი ქართული ანუ აქ აგრარული უნივერსიტეტი შემდეგ უკვე უცხოური განათლება ანუ რეალურად ექსპერტის სტატუსამდე მისასვლელად ეს გზა გვაქვს გავლილი რომ ჩამოყალიბებულიყავით როგორც დარგის ექსპერტი კი მაგრამ თეორიული ცოდნა აქ ძალიან ბევრს არიძლება იცი ხო ეგ თავისად ხა პრაქტიკული თეორიული ცოდნა თან მეთუმეტეს ეხა რაღაცა ეს იქ სადაც მე ვსწავლობდი სხვა წიგნებით ახლა არის აგრარული პოლიტიკის სახელმძღვანელო ვიცკე ესეთი ვისი დაწერილიცა და იცი ახლა იმ აგრარული პოლიტიკის სახელმძღვანელოს მიხედვით საქართველოში ძალიან ძნელია რომ რამე გააკეთო იმიტომ რომ იმ აგრარული პოლიტიკის თეორიის მიხედვით თავიდანვე იწყება იმით რომ აგრარული პოლიტიკა არის სახელმწიფოს ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი ჩვენთან ეკონომიკური პოლიტიკა არ ვიცი როგორ არის განსაზღვრული ეკონომიკის სამინისტრო ამბობს რომ საქართველოს და სიამაყით ამბობს რომ არის ყველაზე უფრო ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყანა და იმის შემადგენელი ნაწილი შესაბამისად ამ თეორიის მიხედვით არის სოფლის მეურნეობის ეკონომიკაცა რა თუ ლიბერალურია სოფლის მეურნეობის ეკონომიკა მაშინ სწორი ყოფილა საქართველოში ლიბერალური ეკონომიკის დამფუძნებლის კახაბენდუქიძის თეორია რომ რატო უნდა მოვიყვანო საქართველოში ატამი თუ არგენტინიდან შემიძლია უფრო იაფად ვიყიდო ხო ეს უკვე აი ისეთ იმაში გადავდივართ ჩვენ რომ რთულია დაუშვათ რომ ერთ რამე სატელევიზიო გადაცემაში კი არა გნებავთ ერთ პოდკასტშიც რომ განიხილოს ხო რთული სიტუაცია ამ ხრივ საქართველოში იმიტომ რომ სოფლის მეურნეობას ევროკავშირი ძალიან ხო უჭირავთ ჩვენებს თვალი რომ აი ევროკავშირში გვინდა ოღონდ არიციან ევროკავშირში არც კოპენჰაგენის კრიტერიუმების შინაარსი იციან, არც შიდა ბაზარს იცნობენ ევროკავშირის, არც ის იციან ყოვლის მომცველი ასოცირების ხელშეკრულებაზე ინტეგრაციის საქართველოს შიდა ბაზარზე დაშვების ჩანაწერში რატო 220 ტონა ნიორი იმის გარეშე, ტარიფის გარეშე რომ შეგიძლია რომ შეიტანო ევროკავშირის ბაზარზე, თორე დანარჩენზე უკვე ტარიფი უნდა გადაიხადო. თუ 220 ტონა ნიორზე მეც 1 ტონით მაინც შეიტან, იქ უკვე მოსაკრებელი უნდა გადაიხადო. აი 220 ტონა ნიორი შეგვიძლია შევიტანოთ იქ, იმიტომ რომ ნიორს ძირითადად აწარმოებენ ესპანელი, იტალიელი, ფრანგი და ბერძენი ფერმერები. დავარქოთ ფერმერები, მაგ ხალხს იქ ფერმერები და ისინი თავიანთ ბაზარზე ასე ადვილად შიგნით არ შეგიშვებენ. ასევე თქვათ მეღვინეობაზეც საქართველოს პროდუქტი ჭარბად, რაც შეუძლია რომ გარეთ გაიტანოს და გაყიდოს, არის ღვინო, წყალი. კი. მეტი ჩვენ რამე ისეთი ჭარბი პროდუქტი არ აქვს. ჭარბი არ აქვს. ამ პროდუქტების გატანაც ევროკავშირის ბაზარზე ძალიან გართულდება, თუ დაუშვათ მხოლოდ ამ ბაზარზე ვიქნებით ჩვენ ორიენტირებული და ვიტყვით რომ აი ჩვენ ხო, მხოლოდ მიდივართ ამ გეზით. ხო, ევროპაში ღვინო გავყიდეთ, მაგრამ იქ ძალიან ძნელია საქმის გაკეთება, იმიტომ რომ იქ დაგხვდებიან თქვენ ძალიან კარგად შეკრული, ორგანიზებული და დიდი რესურსების მქონე ფრანგი, იტალიელი, ესპანელი, ბერძენი გერმანელი მეღვინეები, რომლებიც თავიანთ ბაზარს უფრთხილდებიან. თავისთავად.
ყველა მეთოდი დაიცავენ ისინი დაწყებული ლეგალურიდან დამთავრებული არალეგალურით, ხო? იმიტომ რომ იქ ჭარბია ეს პროდუქტი, უკვე მოხმარება კლებულობს ღვინის ამ სტრესული გარემოდან და ეპოქის კონიუნქტურიდან გამომდინარე, ეხა ისეთი წყნარი ცხოვრება და ღვინის დეგუსტაცია და რაღაც ესეთები უკვე აღარ არის ახალგაზრდობაში მოდაში, რაც კარგი არ არის, ეგ ცალკე პრობლემაა. ხო, ეგ ცალკე პრობლემაა და ამ ბაზარზე შეღწევა და დამკვიდრება მე ვფიქრობ, რომ ძალიან გაჭირდება, ცოტა სხვა ბაზრები უნდა ვეძებოთ. ამ სხვა ბაზრების ზევნაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს ჩვენ იმან რომ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, არიან ევროკავშირის მარადიული კანდიდატები, როგორც არის თურქეთი, როგორც არის ახლა მონტენეგროსთან უფრო დაახლოვდნენ, იქ შეიძლება რამდენიმე კლასტერია გახსნილი და შეიძლება ოდესმე ეს მონტენეგრო მართლა ჩართონ ამ იმაში, რა ქვია, ევროკავშირის შიდა ბაზარში, იმიტომ რომ მონტენეგრო ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ მდებარეობს ევროპის თითქმის შუაგულში და ისინიც არ არიან ევროკავშირის წევრები და სად ვართ ჩვენ ევროკავშირთან საზღვარიც კი არ აქვს წარმოიდგინეთ. კი ბატონო, ამ მომენტში. ეხლა აი აქ რამ მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს? მე გეტყვით ერთ პატარა მაგალითს, რა, აი მაგალითად ქართული მოხარშული ყველი სულგუნი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი წარმოშობის ის აქვს, ხო? ამას დაცული წარმოშობის პატენტი აქვს, რო იყოს კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიურად ახლოს მდგარ მოცარელასთან ევროპულ ბაზარზე, წარმოიდგინეთ თქვენ იტალიაში წარმოებული მოცარელა, რომელსაც ტექნოლოგიები ძალიან მაღალ დონეზე აქვს და შუაგულ ევროპაშია და აქვე ავიღოთ საქართველოს საიდანაც წარმოებული ყველაზე მაღალი ტექნოლოგიით რო აწარმოე ეგ მაგსახეობის ყველი, რომ წაიღო შენ თქვათ და გაყიდო საფრანგეთში. ხო, აი როგორ უნდა რა ლოჯისტიკური ჯაჭვი უნდა აეწყოს, რამდენი ხანი ჭირდება, ფასნამატი რამდენი აქვს, მე უკვე იქ ჩატანილს. ხო, რა თქმა უნდა. და როგორ ძვირდება და მე იქ როგორ უნდა გახვიდე და გაყიდო კონკურენციაში. დაახლოებით 15 წლის წინ მახსოვს, მე ვერ ვიხსენებ იმ საფრანგეთის პრეზიდენტის გვარს, ახლა სარკოზის წინ იყო კიდევ ის სარკოზის მერე ბოლანდი იყო, ხო? ხო, მაგრამ სარკოზის წინ იყო, არ მახსოვს. ხო, სარკოზის წინ იყო კიდევ პრეზიდენტი, რომელიც იქ რაღაც ერთ-ერთ შეკრებაზე ამბობდა, რომ ჩვენო ფრანგებს უკვე საყვედურობენო, რომ საერთო ენა რატო არ გვაქვს და საერთო ენა როგორ გვექნება 525 სახეობის მარტო ყველი გვაქვს. ხო და იქ უნდა ჩავიტანოთ ჩვენი პროდუქტი და იმათ გავუწიოთ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია. შეიძლება რომ ვიღაცა მიყიდოს ეგზოტიკურობის კი, რა თქმა უნდა, ცადო, მაგრამ ეს ბაზარი ძალიან რთული ბაზარია. გარდა იმისა, რომ ძალიან მომთხოვნია სხვადასხვა კრიტერიუმების დაცვისა, რომ დაიცვა ეს კრიტერიუმები იმ ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდი არის ადგილობრივ. ხო, კონკურენცია ხა ისე არ არის, რომ დაუშვით რაღაც მიიტანო შენი პროდუქტი და იქ საერთოდ არ არსებობდეს და ვინმე ეგ ცალკე პრობლემაა კიდე თუ არ იცნობს მოსახლეობა იმ პროდუქტს არ ყიდულობს. ხო, რა თქმა უნდა, ხა მთელი ის არის რიგი. ეს მე ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ ჩვენი პროდუქტის წარმოება, ქართული პროდუქტის წარმოება არის ძალიან ისეთი სერიოზული იმის ქვეშ რა. კითხვის ნიშნის ქვეშ, რაოდენობის ხრივაც, ბაზრების მოძიების ხრივაც და რაღაც ტრადიციის ჩამოყალიბების ხრივაც, რომ ამოვირჩიოთ რაღაც, რაც დაუშვათ ჩვენ სახეს წარმოადგენს რომელიმე ქვეყნის ბაზარზე. კი ბატონო. გეთანხმებით მაგალითად, ანუ რეალურად ჩვენ უფრო უნდა ვეძებოთ ისეთი ბაზრები, სადაც ასე დონეზე არ იქნება გაჯერებული, თქვათ, იმ პროდუქტის ნაირსახეობა და პლუს ხო, ჩვენ ცნობადობა. კი, ეგ უნდა მეთქვა ზუსტად. აი მაგალითად, ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყანა. იმის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გავიდა 35 წელი. არის ყოფილი საბჭოთა ქვეყნები მიუხედავად იმისა, რომ იქ ერთი თაობა უკვე წავიდა, მეორე თაობაც წავიდა და ანუ თუ 10 წლიან თაობებს თუ ვიგულისხმებთ არა, აი ხლა მოვიდა უკვე საშუალო ასაკს მიაღწია თაობამ, რომელსაც საერთოდ არც ახსოვს ის ქვეყანა. თუ არსებობდა და მაშინ იქ ქართველი იყო სინონიმი ერთი პერიოდი რაღაც ვიდრე იქ ხელისუფლებაში ბევრი ქართველები იყვნენ
მაშინ იყო სინონიმი ქართველისა, როგორც აი ესეთი ადამიანი ძლიერი, წარმატებული და რაღაც. მერე იყო აი რომ ბაზარში მოვაჭრე ადამიანი, ყვავილებით, ღვინო, შაშლიკი და რაღაც ეგეთი, რამაც ჩვენი იმიჯი ძალიან დააზიანა, ხო? აქ ინტელექტუალი ქართველები მერე ამას განიცდიდნენ და ამბობდნენ, რომ აი ჩვენ კარგად ვღერით, კარგად ვცეკვავთ, კარგი მეცნიერები გვყავს, მარტო ყვავილებით ვაჭრობა კი არ ვიცით და რაღაც. და ეს ვაჭრობა ჩამოვიდა უფრო უღირსი საქციელი იყო იმ ანუ დაბალი საფეხურის ქართველი, მაგრამ ეს ესე არ არის, ხო, რეალურად საერთოდ არ არის ეგრე პირიქით. შესაბამისად ამ ქვეყნებში ჩვენი წარმომადგენლობა და ჩვენი წარმატება ესეთ ქვეყნებში აი შუა აზიის ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელორუსია, თქვათ არა. ესეთ ადგილებში ჩვენი სავაჭრო წარმატებების მიღწევა უფრო ადვილად შეიძლება. ოღონდ უნდა მოვიშალოთ ის, რომ აი დაუშვათ იქ ჩვენ ვიღაცას მოვატყუებთ და რაკიღა იქ ჩავიტანთ რაღაც იმათ არიციან იმათ და ხო თქვა ერთი თავდაცვის მინისტრი რო ყავდა ჭკვამხიარული კაცია რა რომ იქ რუსეთში ყველაფერი იყიდებოდა ფეკალიები რო ჩაიტანო იმას გაყიდი თუ გინდა თქვა მაგან ოფიციალურად და მაგას მოყვა იმ ბაზრის დაკეტვა უცებ კი აბარა მაგაზე უცებ რეაგირებენ ეს გამჯდარი რაღაც ის რომ აი იქ შუა აზიაში აი ევროპაშია მთავარია რომ ევროპაში გავყიდო. ხო და იქ ცოტა სხვა სიტუაცია ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები რა თქმა უნდა ჩვენი მეზობლები არიან ისინი ვინც არიან გეოგრაფიას ვერ შეცვლი. მე ყველგან ეხა ეს ტელევიზიაში იქნება ყველგან ვიმეორებ მაგას რომ ჩვენ ვართ სომხეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მეზობელი ქვეყანა. ჩვენ მეზობლად ბელგია ნორვეგია და ესეთი ისლანდია და ესეთი ქვეყნები არ მდებარეობენ და ამ ხალხს ფაქტია. ხო, ეს ფაქტია. და ვიყავით ჩვენ აქ საიდანმე ხო არ მოსულვართ ამ მიწაზე ჩვენ რა, სულ გათხრები, არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ რომ მტკვარი არაქსის კულტურის წევრები ვარ ჩვენ და ათასობით, მილიონობით წელია აქ ცხოვრობთ ჩვენ და რატო არ გვაკმაყოფილებს ეს ვინც ვართ, არა, ეს ძალიან რთული საკითხია. ეს ძალიან ისეთი საინფორმაციო შეტევის და საინფორმაციო აგრესიის შედეგს ვიმკით ჩვენ. კი ბატონო. როცა გოგონია რომ ჩვენ დაბალი უნტერმენშები ვართ და ვიღაცები არიან ისეთი მაგრები, რომლებიც აგერ ნახეთ ირანში როგორი მაგრებიც არიან ისინი არა, კაპიტულაციაზე მოაწერეს ხელი ფაქტიურად ის მემორანდუმი რო წავიკითხე, მე ეს არის ფაქტიურად კაპიტულაცია. კუდით ხო ასროლინეს, როცა შენ შეგიძლია შენი ქვეყანა დაიცვა ისე რომ არ გეშინოდეს სიკვდილის, როცა იცი შენ რისთვისაც ცოცხლობ. კი ბატონო. ხო. ამიტომ უნდა ჩვენ რეალობა შევაფასოთ და რეალური დებარეობიდან, რეალური საშუალებებიდან გამომდინარე დავგეგმოთ და განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის მეურნეობაც და პოლიტიკას. კი ბატონო, კი ბატონო. კიდე ერთ საკითხზე მინდა თქვენთან საუბარი. რეალურად თქვენც ახსენეთ რაღაც მომენტში საუბრის დასაწყისში ეს ახალგაზრდების მიმართულება და ეს არის ერთ-ერთი კიდე ზამთკინეული ახლა დღეს ჩვენ სექტორში საქართველოშიც რომ სოფელი და სოფლის მეურნეობის სექტორი ნელ-ნელა ძალიან იცლება ახალგაზრდებისგან რა ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავ მეურნეობაში ყოფილვარ და ალბათ რავი მაქსიმუმ 1-5%-ში თუ შეიძლება შევხვდე ახალგაზრდას ვინც რაღაც აი მშობლის და წინაპრების იმას ნელ-ნელა იწყებს და ფიქრობს რომ განავითაროს და რეალურად ეხლა არის ზუსტად ეგ მომენტი რომ ამ თაობებმა ეხლა უნდა მიიღონ ეს თეორიული პრაქტიკული ცოდნა რომ მოიმზადონ მეურნეობების გასავითარებლად და თქვენი აზრით აი რა იქნება ეს ამოსავალი წერტილი რაც თქვათ ახალგაზრდებს მოაბრუნებს სოფლისკენ და ამ აგროსექტორს პერსპექტიულ აგრობიზნესად დაანახებს. გიორგი, ყოველთვის ეგრე იყო. ახალგაზრდებს არ უყვარდათ. არ უყვართ სოფელი. არ უყვართ. იყო მე ჩვენ ცხოვრებაში რაღაც მიაღწევ მე შეიძლება და სანამ ახალგაზრდა არა ხარ. მე მაგალითად მამაჩემი რომ მეხვეწებოდა რომ აი მოდი რაღაცა მე ვეუნეოდი კაცო მოდი. ათროს ეგ არის ვეუნეოდი ახლა ჩვენ აი რაღაც. ხო. ისე აშკარად ეს და ყოველ. ახალგაზრდები ყოველთვის ეგრე იყვნენ და მამაში ვერც გაამტყუნებ, იმიტომ რომ ახალგაზრდა სჭირდება გამოცდილება, ეძებს გამოცდილებას. იმიტომ მე უბრალოდ ძალიან
ძალიან ტკივაგული იმაზე რომ გარეთ რომ მიდიან სხვაგან რომ ჩვენთან არ არის იმის საშუალება რომ ქვეყნებს გარეთ ხო და მე რომ მიდიან ეს არის ნებაყოფლობითი მამლუქობა და უკან აღარ ბრუნდებიან და იქ პოულობენ რაღაცას იქ ან დაქორწინდებიან ან რაღაცა მე უკვე ეს ადამიანები ძნელია რომ დაუშვათ მე იქ უკვე დაფუძნებული ადამიანი აქ დაბრუნდეს უკან და აქ რაღაცები გააკეთოს თუ დაუშვათ გამონაკლისები არის მე ხა 20 წელი ვცხოვრობდი ბერლინში და დაბრუნდი და უკვე 14 წელი აქვს ხო ძნელი ეს ახალგაზრდა რო ამით დაინტერესო იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ ახალგაზრდას აქვს мотиваცია რამოდენ თუ აგრძელებს მამის ან წინა ან დედის ან მამის კვალს რაც იშვიათია იმიტომ რომ შვილი და მამა ბიჭი და მამა ყოველთვის რაღაც ორი სხვადასხვა თაობაა და იქ ძნელად თუ მაგრამ არის ხოლმე გამონაკლისებიც და ეს ამ შემთხვევაში უკვე იქ სახელმწიფო უნდა აი იქ უკვე სახელმწიფო უნდა იდგეს ყველაფერს ხო ამბობენ იმ შემთხვევაში თუ ანუ აქედან ნაბიჯი გადმოვიდა ხო მაგას აი ხო ამბობენ ყველაფერზე რომ აბა მე ხო არ გავაკეთებ სახელმწიფო უნდა გააკეთოს ესო არა მაგრამ აი ამ შემთხვევაში მართლა სახელმწიფო უნდა იდგეს აი წარმოვიდგინეთ ეხლა მე რაც ვიცი გერმანიაში ხო იქ არის პირდაპირი და არაპირდაპირი სუბსიდიები სოფლის მეურნეობას პირდაპირი სუბსიდიებია ეგრეთ წოდებული ფული ჯიბეში ფული ჯიბეში ნიშნავს იმას რომ ახალგაზრდა ოჯახები 35 წლამდის ოჯახი თუ შვილი ყავთ და ფლობენ მიწას პირდაპირ იღებენ ჰექტარზე მოჭრილ თანხას სახელმწიფოსგან ყოველწლიურ ყველანაირი აქტივობის გარეშე ყველანაირი აქტივობის გარეშე შენ თუ მიწას ფლობ და შენ თუ იქ ცხოვრობ და შენ თუ ოჯახი ყავს შენ უკვე სახელმწიფოსგან მიხედილი ხარ მეორე უკვე შემდეგ იწყება დაუშვათ იქ ტექნიკის სუბსიდირება იქნება ეს თუ მოსავლის დაზღვევა აგროდიზელი ეგრეთ წოდებული შემდეგში გაყიდვაში ხელი შეწყობა მათ აქვთ ფერბანდები ქვია იქ ასოციაციები ჩვენებურად რო ვთქოთ რომლებიც ძალიან იცავენ მათ უფლებებს ბაზარს იცავენ ისეთი გარედან შემოტანილი მესამე ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქტით ხო არიან მესამე ქვეყნები რომლებიც ამბობენ აი მე იმათ ბაზარზე უნდა შევიდე და იქ უნდა გავყიდო ხო არიან და იმათგან იცავენ ამ თავის წარმოებლებს და როგორც ფასით ასევე ფიტოსანიტარული სერტიფიკატების მოთხოვნით და ყველა მეთოდით იცავენ მინდა გითხრათ ყველა მეთოდით და ძალიან კარგ საჩვევიან ჩვენ სულ ვისწავლით მაგას კარგი იქნება ახალგაზრდების мотиваცია ისე კი არ უნდა გააკეთდეს დაუშვათ რომ აი აქ სოფლის მეურნეობაში თუ ჩახვალთ იქ რაღაც ისეთი კოლორიტია თითქოს ეგზოტიკურად კარგი შესახედია რა იქ რაღაც მე TikTok-ებს გადაიღებენ რაღაც სოციალურ ქსელში დადებენ აი როგორ მუშაობენ რაღაც ქათმებს როგორ რაღაც ის და აი მე სოფელი ქალაქი მივატოვე და სოფელში დავბრუნდი ეგ დიდხანს არ გრძელდება ხოლმე მინდა გითხრა პირველივე ზამთარს იქ მოწყენილობა რომ დაისადგურებს და დილით რო უნდა 5 საათზე ადგერო საქონელს მიხედო და რაღაცა ეს რუტინულად ეს რო აკეთო ეს უნდა ბავშვობიდანვე იცოდე ბავშვობიდანვე უნდა იცოდე ეს აი მე მაგალითად ხო სნაური კაცი იყო მამა ჩემი და მუშებთან ერთად რომ მივდიოდი მაძლევდა მე 9 მანეთს მის თანაზღაურებას ხო და ესეთ რაღაცებს რომ აჩვევენ ადამიანს მე მაგალითად თურქეთში ხა აი ნუშის გადამამუშავებელი საწარმოს რო ვაკეთებდით არა ჩვენ იქ შეკვეთას ვაკეთებდით ადანაში ვიყავით ქალაქში ძალიან ცხელა იქ ძალიან ცხელა ქარხანაში შევედით ჩვენ და ახალგაზრდა კაცი იყო დირექტორი ამ ქარხნის და ისეთი კაი ოფისი აქვს ამ ადამიანს თავისი კანტინეც ჰქონდა კაფეტერია იქვე სართულზე რომელი ქარხანა იყო მახსოვს გონი მაგ ქარხანაზე ერთხელ ვისაუბრეთ ჩვენ ხო აი ჩვენ ის სადაც დავამზადებინებ თელი ხაზები რა ამა კაცმა თავის ოფისში გვიმასპინძლა ძალიან ისეთი ზდილი ისეთი აი თქვენი ასაკის ახალგაზრდა კაცი იყო და ვილაპარაკეთ იქ სამზარეულოში ერთი კაცი ტრიალებდა რაღაცებს აკეთებდა ქალებს რაღაცებს ეუბნებდა მე რო ჩავედით დაბლა დაგხვდა ეს კაცი ხალათში სამუშაო ხალათში გამოწყობილი იქ დადიოდა
რაღაცებს აკეთებ, თან ჩვენ დაყვებოდა უკან. ხო და მე მოვიკითხე რომ ეს კაცი რატო დადის ჩვენთან ერთად მეთქი. მე მეგონა რომ ეს არის ვიღაცა სასადილოს ნიშანი. თურმე ამის აშენებულია ეს ქარხანა ამ ბიჭის და ეს მე იქ ამიხსნა ერთი ის იყო ვისთანაც ლაპარაკობდი ჩვენ რომ ამის აშენებულია ესო მოდისო აქო დილით 6-ზე აქ არის უკვე და ტუალეტებიდან დაწყებული ყველა პროცესი ტუალეტის სისუფთავიდან და ყველა მუშები რას მუშაობენ და როგორ დადის მთელი დღე გაუჭერებლად იქ უბრალოდ ეს შვილი არის რომელიც ჩართულია ამ პროცესში ანუ მე ამით იმის თქმა მინდა რომ ახალგაზრდები თუ ამ პროცესში არ იქნებიან ჩართული და მათი დაინტერესება სოფლის მეურნეობით თუ ამოიწურება ამ კამპუსებში რაღაც ყოფილით არა იქნება არასრულყოფილი და ისინი ყოველთვის იქნებიან ორიენტირებული და მოტივირებული იმაზე რომ საქართველოსთან წავიდნენ ამ თავიანთი სერტიფიკატით სადმე ან აზერბაიჯანში აგერ მეზობლად ან სომხეთში ან რუსეთში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში სადაც აგრონომიულ პერსონალს აფასებენ უფრო მეტად და იქ იმუშაონ და გამოიმუშაონ თავის ფული ვიდრე აქ აი ამაშია საქმე რომ მათი ჩართვა ამ ცხოვრებაში აგრარულ ცხოვრებაში ჩართვა ეს მენტალიტეტი უნდა ქონდეს ეგეთი მე მაგალითად სპორტის გულშემატკივარი არა ვარ. პატივსცემ ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები ბევრი არიან, ვინც ამ სპორტს გულშემატკივრობენ. ერთადერთი რასაც ვზივარ და უყურებ, ეს არის რაგბი. ხო, დანარჩენ სპორტზე ინტერესი არ მაქვს უბრალოდ არა. და თუ კი ადამიანს ამის ინტერესი არ აქვს, იმას მოტივაციას ვერ გაუკეთებ შენ. მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ამის მოტივაცია აქვს და ვისაც მოტივაცია აქვს, იმას უნდა კონდეს შესაბამისი პირობები, რომ ეს გააკეთოს. შესაბამისი პირობები არის ხელმისაწვდომი ფული ამ საქმისთვის, რომელიც საქართველოში არ არის და რომელიც იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა თითქოს ეკონომიკის სამინისტრომ და მთავრობის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ აი ჩვენ ვაკეთებთ ისეთ ბანკს, როგორიც იყო გერმანული KfW. ხო, აღშენებლობის ბანკი, საქართველოს განვითარების ბანკი, სადაც შეიძლებოდა რომ აქ ეს უფასო ფული კი არ იქნებოდა ეგრეთ წოდებული, არამედ მან იქნებოდა მიწის შეფასების კრიტერიუმები, სხვანაირი გადახდის კრიტერიუმები, სხვანაირი ერთისგან ამოღებული ფული მიეცემოდა მეორეს. ანუ ეს სექტორზე იქნებოდა ორიენტირებული. სექტორზე იქნებოდა ორიენტირებული რამოდენიმე სექტორზე პრიორიტეტები თქვეს. მთავრობაშიც აი ჩვენ მე ერთ-ერთ დებატებში მეც მონაწილეობდი პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის მინისტრი იყვნენ და იქ თქვეს მათ რომ კი ვაკეთებთ ეგეთ ბანკს, მაგრამ იმის მერე რამდენიმე თვე გავიდა და ამაზე ჩამიჩუმი აღარ ისმის უკვე. ეს საინტერესო პროექტი არის რეალურად. საინტერესო პროექტი არის, მაგრამ ეს ფინანსური სფერო საქართველოში არის ფაქტიურად რამოდენიმე ბანკის მიერ მონოპოლიზებული და ეს რამოდენიმე ბანკი არის მსოფლიო საბანკო სისტემის წევრი და სხვა ფულის გაჩენას ისინი აქ ხელს არ შეუწყობენ. და მთავრობაც ალბათ ფიქრობს, რომ მოდი ჩვენ ამ ისედაც პოლიტიკურ სივიწროვეში და ისეთ პოლიტიკურ პრესინგში, როგორცაც საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს ევროკავშირი, მოდი ახლა კიდე ახალ ფრონტს ნუ გავხსნით აქ ჩვენ რაღაც ფინანსური ინსტიტუტების მიერ და ცოტა შეიკავეს და თორემ ამ სფეროში განვითარება სჭირდება აუცილებლად სხვანაირი მიდგომა. არ შეიძლება რომ მანქანის საყიდლად აღებული კრედიტი და ამ კრედიტის გარანტიად შეტანილი ქონება და შემოსავლები ფასდებოდეს იმავე მეთოდით, რა მეთოდითაც ფასდება ეგრეთ წოდებული აგროკრედიტი და ეს აგროკრედიტი არ შეიძლება რომ იყოს ისეთი ხელშემწყობი პერიოდი 3 წლიანი. იმიტომ რომ დაუშვათ თუ გადამამუშავებელი ქარხანას აშენებ 3 წელი მათო ქარხნის მშენებლობისთვის გინდა. კი, მაგრამ რავალწლიან კულტურაში რო ხარ მეტუმეტეს წარმოიდგინე ტექნიკის ყიდვა ხო გჭირდება აგროტექნიკის. სანამ მოსავალი დაიწყება იქამდე შენი აგროკრედიტის ის. ხო, ჯერთ იმას წვეთა და მოსავალი რო გაქვს შენ უკვე ახალი აგროტექნიკა გჭირდება. ზუსტად. და ახალი აგროტექნიკა რო გჭირდება, მე ბაზრების პოვნა გჭირდება, ბაზარზე დამკვიდრება გჭირდება და 3
წელიწადში შენ ვერაფერს ვერ აკეთებ. ხო, 3 წელი მოკლედ. მე რო იაფ აგროკრედიტს ავიღებ, სადაც 16% აქვს ბანკს მოყოლელი, ბანკი გიდებს 16% ხელშეკრულება. ხო, და მე გეხმარება. 12%-ში ერთვება სახელმწიფო და ესე იგი გამოდის რომ ბანკი გარანტირებულად 12%-ს იღებს თავის კრედიტის პროცენტს და 4% შენ კიდე ზემოდან ამატებ, შენ ყველა ქონებაზე იპოთეკა ადევს იმას, იმისგან დადებული. იდეალური პირობები. წარმოვიდგინეთ. ანუ ეს სახელმწიფოს ხელშეწყობა ბანკისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე იმ ადამიანისთვის, ვინც ბანკიდან კრედიტი აიღო. ხო, ძალიან რთული ერთი მხრიდან ეგრე ჩანს. კი, ერთი მხრიდან კი არა, ეგრეა, რეალურად ეგრეა, ხო. რეალურად ეგრეა და აი ამ ყველაფრის რაც ვილაპარაკე, გასწორება და სხვა რელსებზე გადაყვანა ადვილი საქმე არ არის. ამას სჭირდება კარგად მოტივირებული, მცოდნე ადამიანები, მარტო ისინი არა, რომ აი იციან იქ რაღაც სელექტორულ თათბირებზე რო არიან გამოზრდილები და რაღაცებს რო ლაპარაკობენ თეორიულად რო აი მოდი შევიკრიბოთ და ვითათბიროთ და არა იქ ჭირდება ძალიან კარგი მცოდნე თეორიული ცოდნის მქონე პრაქტიკული ადამიანები რომლებიც იციან იქ რა ხდება რომლებსაც ერთი ხე მაინც აქვს დარგული და გაზრდილი და მოსავალი აღებული და გაყიდული აი გაყიდვა როგორია იქ მე ისწავლიან ისინი რა სიძნელეა და როგორ უნდა შეხვიდე საქართველოში აქ სუპერმარკეტებში ქართული პროდუქციის შეტანა ადვილი არ გეგონოს. არა, რა ვიცი, წინაზე რო იყო ხო რაღაც საუბრები იყო მაგმართულებით და ისეთი პრობლემები თქვენს და გააჟღერეს რომ ახლა მაგაზე ინფორმაცია ძალიან ცოტას ექნებოდა და თქვენს უგვეტყვით ორ სიტყვას. ხო, ორ სიტყვას კი არა, ბევრ სიტყვას ვიტყვი მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენს გვიჭირს შესვლა ბაზარში იმ სუპერმარკეტების ქსელში, მას მერე რაც 2000 ხო, მე მგონი წინა წელს იყო, რამოდენიმე ის გაერთიანდა ქსელი და 35% ბაზრის დაიკავეს მათ ერთიანობაში. და ისინი განკარგავენ ფაქტიურად ფასებს. პატარა სუპერმარკეტები, პატარა მაღაზიები, სადაც ბრუნვა და თვითონ ბრუნვა პატარა, იქ ისინი უკვე მომაკვდავ რეჟიმში გადავლენ, თუ უკვე გადასულები არ არიან მომავალში. და ამ სუპერმარკეტებში შესვლა არის ძალიან რთული, ვინაიდან მათ აქვთ თავიანთი თამაშის წესები, რომელიც კიდე უფრო არანაკლებად კიდე უფრო არა, მაგრამ არანაკლებად ცუდია ეს თამაშის წესები, ვიდრე ბანკის მიერ შემოთავაზებული სათამაშო წესები. სუპერმარკეტების ქსელების შემოთავაზებული თამაშის წესები ადგილობრივი პროდუქციის ამ ქსელებში შეტანას ფაქტიურად გამორიცხავს კიდევაც. ეს დაახლოებით მსგავსი წესები აქვთ რუსეთში. აი ეს დიდი ქსელები რო აი ეს XP-ად და რაღაცები რო ქვიათ მაგათი. იქიდან აქვთ აღებული მოდელები, როგორ არის და უშუალოდ შესვლა რამდენია, ერთჯერადი გადასახადი რამდენია, თაროზე დადების თანხა რამდენია. თუ გინდა რომ ცოტა თვალში საცემ ადგილას იდოს შენი პროდუქტი და არა ძირს, სადაც არავინ არ უყურებს. იქ გადასახადი რამდენია, კასასთან რო ჩამოკიდონ ახლოს შენი პროდუქტი, იქ გადასახადი დამატებით რამდენია, რომ გაყიდვიდან 3 თვეში ფულს არ გიბრუნებენ უკან და უკეთეს შემთხვევაში 3 თვეში შენ ფულს დაიბრუნებ უკან, უარეს შემთხვევაში შენივე ფულით ახალი ფილიალს შენაირი ბევრი ყავთ მათ და ახალ ფილიალს გახსნიან და ხელშეკრულებაში გიწერია რომ იმ ახალ ფილიალშიც უნდა შეიტანო შენ საქონელი და იქაც 3 თვე უნდა დატოვო. ანუ ხვდებით რაშია პირამიდა ჩვეულებრივი ამ მხრივ და ძალიან რთულია მეწარმისთვის ეს. ხო, რა თქმა უნდა. მით უმეტეს გარედან ვის შემოაქვს იმისთვის, იმიტომ რომ ის კიდე უარეს მდგომარეობაშია. ვისაც გარედან შემოაქვს. იმიტომ რომ იმან კრედიტი აიღო, ეხა ნაღდი ფული სახში არავის არ უდევს, რომ წავიდეს და ვთქვათ, გარედან შემოიტანოს რაღაც პროდუქტია რა. აი ავიღოთ სიტყვაზე, რომ მაღალი ხარისხის გინდა რომ შემოიტანო, ვთქვათ, სიტყვაზე რაღაც ბელგიური ყველი. შემოიტანო და გაყიდო საქართველოში რა.
რო შემოიტანო და გაყიდო, ამის უნდა იყო კრედიტი, წახვიდე, იყიდო, ლოჯისტიკაში ფული გადაიხადო, შემოიტანო, განაბაშო, მაცივარში შეიტანო, ამ ყველაფერს ფული ჭირდება. მაცივარში შეიტანო, მერე დისტრიბუციის მანქანით მაღაზიებში დაარიგო, მაღაზიებს ფული გადაუხადო, რო განათავსო, შენი ის და მერე უნდა დაელოდო ამას, მაგრამ რო დაელოდო, ამის გაყიდვას იქ ბანკის გადასახადი უკვე მოგივიდა შენ და ბანკის გადასახადები პროცენტი უკნიდან იქ ბანკი ყულფს გამოწევს ერთხელ და გეტყვის რომ შენ ამ თვის ბოლოს ამდენი უნდა მოიტანო და შენ მერე იწყებს სხვა ბანკებში სირვილს რომ ის კრედიტი გადახუროს სხვა უფრო მაღალ პროცენტიანი კრედიტით. და ამასობაში თუ წამოგეწია ის რომ შენი ღმერთმაქნას და მოსახლეობა დაირაზმა და წავიდა შენი პროდუქტის საყიდლად და ამ მაღაზიებმა გაყიდეს შენი პროდუქტი არა, იმ მაღაზიებიდან გეტყვიან რომ აქ ჩვენ ამდენი ცოტა ხანი უნდა დაელოდო ამ ფულის გადახდას მეგობარო და გადაგიხდით აუცილებლად. კი, აი ესეთი მძიმე ვითარება აქვს. ესე იგი ერთი დაბრკოლებაა რომ ჯერ ნუ იპოვო, მეორე არის რომ აი ეს შეთანხმდე და განათავსო და მაგეებში ფული გადაიხადო, ნუ თუ კაი ადგილი გინდა მეციხდი და მერე არის რომ თუ გაგიმართლა და გაიყიდა ყველაფერი და მერე ელოდები უკვე კიდე ამ ხელა პერიოდი რომ რაღაც შენი ანუ ეს მოუწოს რეგერბელობა ანუ გადახდის მორალი რომელიც არსებობდა ევროპაში რაღაც 60-იან წლებში და რო ამბობდნენ რომ აი რაღაცა გერმანული დისციპლინა და რაღაც ეს ყველგან მოშლილი აბსოლუტურად დაწყებული იმ ევროპული ქვეყნებიდან დასრულებული რაღაც ყველგან ესე იგი ესე არის ჩახლართული რომ წვალო ყიდი და მე კიდე წვალო ფული მალეფუჭე და თუ საქმე გაქვს მალეფუჭება პროდუქტებთან ის კიდე უფრო ცალკე კოშმარია იმიტომ რომ იქ აი მაგალითად ლურჯი მოცვი ხო ავიღოთ ეხა სეზონია ლურჯი მოცვის არა ეს ჩვენი პოდკასტი როცა გავა კი უკვე ნაწილს აღებულია ნაწილს უკვე აღებული ექნება და ნაწილი კრებს უკვე და ფასი ჩამოვიდა 24 ლარიდან დღეს უკვე 10 ლარი ის 10 ლარი 24 ლარიდან რა უნდა ანუ ეგრე ახლა როცა ადრე მწიფდება საადრეო ჯიშები ხო თავიდან ძვირია ხოლმე ზამთარ გამოვლილი ადამიანის მოთხოვნილება რაიმე ახალი პროდუქტის ყიდვა და არიშურებს ფულს და აი საადრეო ჯიშები კარგად იყიდება მაგრამ ეხლა უკვე ჩამოვიდა 10 ლარზე მაგრამ ეხლა საქმე იმაშია რომ მოცვის ლურჯი მოცვის 16% რაღაცა იყიდება რუსეთში. სხვა ქვეყნებში კი არ გადის, იყიდება რუსეთში რა ძალიან ბევრი გადის რუსეთში და იქ ცადეს რაღაცა გალფის ის მაგრამ რეალური ციფრები მანდა. იქ გაიყიდება, ოღონდ იქ წავა მერე უკვე ივლისში და აგვისტოში. თვითფრინავით მიდის იქ, როცა მაგრამ იმ გალფის ქვეყნებში ახლა ტურისტები იყვნენ ხოლმე იქ თელი მსოფლიოს ფინანსური ელიტა იქ იკრიბებოდა და ფულს იხარჯავდა და იმეჭირებდა ახლა ამ ბომბების ზუზუნში დაიქნება ამ სოფოს კაცმა არის ის ხო მაგრამ საქმე იმაშია რომ აი აქ გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა რა ეს ბაზარი შექმნა ქართულმა მოცმა ისე როგორც ღვინის ბაზარი რუსეთში შექმნეს ქართველებმა ქართულმა ღვინომ შექმნა ღვინის ბაზარი იმიტომ რომ რუსეთში უფრო მაღალი ალკოჰოლის შემცველებს ეტანებოდნენ და ღვინოზე მერე გაჩნდა მოთხოვნა რაც მათ ქართულ ღვინოებს შეეჩვენ ისინი კი ბატონო მერე ჩვენი და იმათი ორივე მხარის ესე იგი წყალობით ჭყალებში მოხდა ისე რომ ეს ჩვენს მიერ შექმნილ ბაზარზე დღეს იყიდება ჩილის არგენტინის ავსტრალიის და ნუ ფრანგული, იტალიური, ესპანური ეგეთი ღვინოები, ქართული ღვინო არის დაბალი ხარისხის ისეთი სეგმენტის იაფიანი ღვინოები, თუ იმ თაობისთვის აი რაღაც შემორჩენილი ისენი რო არიან, რაღაც მუკოზანი ბუჯიმპიც ხო ამობენ არა ეგეთი ადამიანები, მაგათვის ეს არის დაბალი ხარისხის ისეთი სეგმენტი და ეხა მოცვის ბაზარი შექმნეს ქართული. მაგრამ ეგ რომ მიგვაქვს ჩვენ რუსეთში ეს მიგვაქვს იმაში ლატოკებში ჩალაგებული ცელოფანის ლატოკები ზედ არაფერი არ აწერია იმას და იყიდება და უკვე იქ მოთხოვნილება გაჩნდა ამ პროდუქტზე რუსეთში ხო ეხლა ეს არ არის პირველი მოთხოვნილების ისა რა ქვია პროდუქტი აუცილებელი მოთხოვნილება რა თქმა უნდა მაგრამ დიდ ქალაქებში იყიდება ის იქ სადაც ფული აქვს ადამიანებს იქ ისინი ყიდულობენ ამას და
ჩვენები რო ვერაბავდნენ თავს ამ კარგად ბრენდინგს რო ეს არის ქართული და უშოთ ეს ამ ფირმისა რაღაც, მაგრამ ერთი საერთო ბრენდი რო შეექმნათ ჩილეს მეღვინეები რუსეთის ბაზარზე ღვინოს ყიდიან ერთი ბრენდის ქვეშ. რა საინტერესო. არ ართულებენ ისე რომ აი დაუშვათ იქ აბა ეკახურია თუ ისეთია თუ პირდაპირ იცი რომ ჩილეა ჩვენები ამ ლურჯ მოსყრიან ამ ცელოფნის იმეებში ლატოკებში იქ ყიდიან თავარია რომ გაიყიდოს და ფული ჯიბეში ჩავიდეს მორჩენილი ამბავი. ანუ ფიქრობ რომ ჩვენს რო იგივე ვქნათ წელს უკვე უყურეთ აი ტენდენცია როგორ იყო წელს უკვე გამოჩნდა მაროკოდან მარწყვი და თურქეთი მარწყვირაშუაშია მოცვი და თურქეთიდან მოცვი იქ ბაზარზე გულისხმობ რუსულ ბაზარზე ეს რას ნიშნავს რომ ბაზარი შეიქმნა მოთხოვნილება არის რომ ეს პროდუქტი ეს ქართველები რაღაცა იმას ჩაყრილს მოიტანენ მე რა ვიცი ეს რა არის აი აგერ კარგად შეფუთული თურქული კარგად შეფუთული მაროკოდან იქ სათბურები გააკეთეს მაგათ და რამოდენიმე 1000 ჰექტარი გათბობადი სათბური აქვს თურქეთს რო იცოდეთ თქვენ და მათ კაი შეფუთვის ქვეშ კარგი ხარისხით კარგად ბრენდირებული პროდუქტი შეიტანეს შენზე ადრე ეს მჟავე მიწაჭირდება მაგას და ქოთნებში აქვს გაკეთებული კაი ტექნიკის საშუალებით უვლიან ამას და უკვე ბაზარს კარგავს შენ ისინი შევლენ შენს მიერ გაკეთებული მოთხოვნილება შექმნილ ბაზარზე წაგართმევენ იმ ბაზარს რა ჩვეულებრივი ომია საბაზრო ომია ჩვეულებრივია რა თურქები და ეს მარკო ეხა მაგ მეთოდს მიმართავს რაც ღვინოზე ქნა იმ რამდენიმე ქვეყანა ერთი ბრენდის ქვეშ არ ყიდიან ჯერჯერობით მაგრამ ბრენდირებულად უშვებენ რასაკვირველია აბა როგორ მაგათ იციან ეგ საქმე რომ თვალით რო ხედავ შე რაღაცა ისე რო ყრია და რაღაცა იმას რატო იყიდი როცა აგერ ლამაზად შეფუთული კარგი ალბათ ერთი შეიძლება ერთი 50 ცენტით უფრო მეტი ღირდეს ეს რა თქმა უნდა ამას იყიდი არა აი ეს ცოტა ისეთი საკითხია რომ ისევი გადავა რომ უნდა ვინ უნდა აკეთებდეს ამას ამ ბრენდირების ვალდებულება უნდა იყოს ექსპორტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა შეიქმნას საყოველთაო ბრენდი იმ საყოველთაო ბრენდის ქვეშ შეიძლება სხვადასხვა ფირმა აწარმოოს ეს არა თავის სახელის დააწეროს მაგრამ ეს რომ დააწერონ ამას ქართული მოცვი ეს იქნებოდა უკვე ის რომ რაღაცას შექმნი ამით ისეც რომელიც მათ შეიძლება მე თავისთავად გაყიდოს არა და ჩვენ კაი პირობები გვაქვს ბუნებრივად გვაქვს მჟავე ნიადაგები სამეგრელოში გურიაში აჭარაში ნაწილობრივ იმერეთშიც სადაც შეიძლება რომ ეს გაკეთდეს აღმოსავლეთ საქართველოში ჭირს იმიტომ რომ ჰაერის ტენიანობა ნაკლებია მზის რადიაცია მაღალია და მიწების მაღალი pH-ია აღმოსავლეთ საქართველოში იქ დასავლეთ საქართველოში შეგვიძლია ვისაუბროთ და ვასწრებთ ჩვენ ბალკანეთის ქვეყნებს ვასწრებთ პოლონეთს ჰოლანდიას გერმანიას მოსავალი ასებს კი ბატონო საინტერესო ძალიან საინტერესო მოსაზრება აი ამ ნაწილს არც ვიცოდი მაგ მართულებით ჯერის ღვინის იმაში ჩილისის საინტერესო რო ხა ერთქვეშ გააერთიანეს რაღაცა საინტერესო სვლა და მოცვის ნაწილში კი მაგაში 100% გეთანხმებით რომ ხა ბრენდირება და ეს მართულება პროდუქტი ჭირდება რომ უფრო პრეზენტაბელური იყოს თვალშისაცემი და ეს ერთ-ერთი გზა არის რომ დაიხმარო გაყიდვაში შენივე პროდუქტს რა ორი სიტყვა მინდა მექანიზაციაზეც თქვათ როგორც ვთქვით ვენახი ნუში ძირითადი რაზეც მუშაობთ მოცვი არ ვიცოდი და კარგია რომ მოცვის მიმართულებაში ჩართული ხართ ვენახში და ნუში აქტიურად იყენებ ტექნიკას რაზეც ინფორმაცია მაქვს ნუში კაკალში და ვენახში კაკლის პლანტაციების გვაქვს ჩვენ კი კაკალოვანი ეგ მახსოვს ბატონო კაკალი გვაქვს მოცვი არის ახალი ჩემთვის რაც არ ვიცოდი მოცვი კი დიდი ხანია შვენიერი მოკლედ მაგ მიმართულებით ვიცი რომ ტექნიკას იყენებ რაც ძალიან მიხარია რომ ჩვენ ტექნიკაც არის მაგ ჩამონათვაში ძირითადად თქვენი ტექნიკას ვიყენებ კი ეგ ძალიან მიხარია ჯონ დირიც მუშაობს და რომ მითხრა რომ გამიზია რომ მექანიზაციის როლი ყოველდღიურობაში და ყოველდღიურ პროცესებში რამდენია თქვენთვის თქვენს მეურნეობებში რა აი მე გეტყვით ახლა ერთ მაგალითს რა მაგალითად ავიღოთ კრეფა აი ყველა სხვა ოპერაციებს რო თავი დავანებოთ ახლა წამლობას და რაღაც სხვა სეზონს აი კრეფა რო ავიღოთ მარტო 45 ჰექტარის დაკრეფა ხელით 5 წლის ნუშის ბოლნიში შარშან დამიჯდა 16000 ლარი
45 ჰექტარი 16000 ლარი. ხელით რო დავაკეთე. პატარაა ჯერ და იმას ეხლა მანქანა ვერ მოკიდებდა იმას შეიკერს. და დრო დაჭირდათ ხო არ გახსოვს ესეც და დაჭირდათ როგორ არ მახსოვს რა დამავიწყებს მაგას იქ ხის გვიდგას კოტეჯი და იქ ვიყავი მე რო კრეფდნენ მინიმუმ 2 დღეში ერთხელ იქ ვიყავი და თუ მე არ ვიყავი ჩვენი მეგობრები რჩებოდნენ ჩემი მეგობრები იქ იმიტომ რომ ყურადღება უნდა მუშებს არა ხელით კრეფა ამ ტერიტორიის რაც მე მოგახსენეთ და ჩვენ დაგვიჯდა 16000 ლარი და გაგრძელდა დაახლოებით 15-16 დღე. 15-16 დღე. მერე რო დაკრებ ხელით მერე უნდა პატარა მანქანებზე ტომრები დაალაგონ, მოიტანონ, მერე კანის გასაძრობში უნდა ხელით გაატარონ. ამას იმდენი მუშა ჭირდება. რა თქმა უნდა. ეხლა მე კრეფას ვამბობ, თორე კანის გაზრობაზე კიდე ცალკე თანხა იყო. მე გაშლაზე, გაშრობაზე, ამოტრიალებაზე ორჯერ და ასე შემდეგ. კი ბატონო. ძალიან ძვირი იყო, ხო? ჩვენ ვიყიდეთ მე ესპანური შეიკერი. ესპანური შეიკერი ვიყიდეთ, რომელიც დავამაგრეთ 100 ცხენისძალიან ჯონდერზე და დავკრიფეთ მეორე ბაღი 60 ჰექტარია. დავკრიფეთ 10 დღეში, ოღონდ 2 სმენაში მუშაობდნენ ტრაქტორისტები, 10 დღეში დავკრიფეთ. ოღონდ რა მოხდა, იცით, რომ ის მეორე ბაღი არის ბევრად უფრო დიდი და ბევრად უფრო მეტი ესხა იმ ბაღს და მეორე ოპერაცია, კანის გაზრობის ოპერაცია, შეგროვების ოპერაცია აღარ დაგჭირდა ჩვენ, იმიტომ რომ ფაქტიურად და გამძროლი კანი მე ხელით რომ მოაქვთ იქ როცა ხელით კრეფენ ეს გამძროლი კანი მე უკან უნდა ან გადაყარო ან ბაღში შეიტანო და ეს უკვე ბაღშივე ტოვებს იმ მწვანეს გარე და მწვანე მასას რომელიც ჩაულებრივად მიწაში იმაშვება რა ქვია რა შეგვაქვს უკან არა მარტო ფინანსური თვალსაზრისით არამედ დროის თვალსაზრისით და ხარისხია მთავარი კიდევ აქ რომ ეს ხელით კრეფვა აზიანებს ხეებს თვითონ უფრო მეტად ბევრად ვიდრე თუ ხარისხიანია შეიკერი და ეს კანს არაცლის ზოგიერთ შეიკერი ის მცენარის არ აზიანებს ძირში მცენარის აზიანებს ასეთ შემთხვევაში მე რაც თქვენგან შევიძინე ეს ძალიან მაღალი ხარისხის იყო ეს ესპანური ტექნიკა და იმუშავა ძალიან კარგად ერთადერთი რაც იყო რაღაც რეზინის ისენი ბალიშები გაუფუჭდა რაც მე იმაშვება ხო რაც მე ტელეფონზე დავრეკე თქვენთან და თქვენ უცებ გააკეთეთ ამის ჩამოტანის ორგანიზება და ამისთვის ძალიან დიდი მადლობელი ვარ. პირიქით. ტექნიკა ამ შემთხვევაში და კარგი ოპერატორი განსაკუთრებით არის შეუცვლელი. კი, გეთა. რამოდენიმე ადამიანის, ესე იგი, შეიძლება ითქვას, რომ რასაც გააკეთებს 5 მუშა ერთ დღეში შეიძლება ამ ტექნიკამ გააკეთოს 1 საათში, არც მოუნდეს 1 საათი, ერთი ოპერატორი ამ ტექნიკით. ეს არის შეუცვლელი. აი როცა სახელმწიფოს ქონდა და აქვს ჯერჯერობით კიდევ რაღაც გარკვეული ამ ტექნიკაზე სუბსიდირება, ეს კარგი იყო, თუმცა საკმარისი არ არის ეს. საკმარისი არ არის რა კუთხით გულისხმობთ? საკმარისი არ არის აი ზუსტად იმ კუთხით, რაზეც ვამბობდი ამ ფინანსურ მხარდაჭერას რა. როდესაც ტექნიკას ყიდულობ და სახელმწიფო გეუბნება რომ აი 30%-იან გრანტს მე მოგცემ შენ მოსავლის ამღებ იმაზე რა ქვია ტექნიკაზე დანარჩენი უნდა დადო შენ აქ არის ესეთი რაღაც ცირვე ხარ რო შემოაქ დისტრიბუტორს ხო ან წარმომადგენელი ექსკლუზიური უფლებებისაც აქვს აქ გაყიდვის იმას ფასნამატი აქვს და სახელმწიფო რო ანაზღაურებს რაღაც გარკვეულ თანხას ის ფაქტიურად ფარავს ფასნამატს რომელიც შემომტანს გააჩნია აღნიშნულ ტექნიკას ტექნიკის საფასური ფაქტიურად ძირი რაც ამის ხო რაღაც ძალიან მცირე ნაწილი იფარება ამით იფარება მხოლოდ ფასნამატი მეტი არაფერი მას თუ ახლავს კიდევ აგროკრედიტი და აგროკრედიტი არის 70% თქვა და 30% დაფინანსება გრანტი ეს 70%-იანი აგროკრედიტი არის როგორც გითხარით მოყვება შენ 3 წელი ან მაქსიმუმ 4 წელია რა ეს 3 წელი არის ძალიან ცოტა იმისთვის რომ ამ ტექნიკამ თავისი ყიდვის
ის გაამართლოს, რა ქვია, დანახარჯი მეწარმისთვის. ძალიან ძიმე ტვირთია ეს იმისთვის რა ფერმერი, აი ვიხმაროთ ეს ფერმერი. მეურნე ადამიანისთვის ეს ძალიან ძიმე ტვირთია. და მე ვეღარ ვითარდება ის. ვეღარ აბრუნებს ფულს უკან, ვეღარ უხდის მუშებს ფულს, ვეღარ აფართოვებს თავის წარმოებას, ვეღარ აშენებს საწყობს. ვეღარ ეძებს ბაზრებს, რომ გაიტანოს გადაიხადოს, გააშროს, დაამტვრიოს. მთელი რიგი პრობლემა. ანუ ეს ტექნიკის შეძენა მისთვის ისეთი ტვირთია, რომ ტექნიკა უკეთებს ძალიან ბევრ საქმეს კარგს, მაგრამ რაკიღა სახელმწიფო პასიურ მდგომარეობაშია და აი კაი შენ 30%-იან გრანტს მოგცე 30%-იან გრანტს ჯობია 100% დაუხფარო აგროკრედიტი, ოღონდ ხანგრძლივი ვადით, რომ ამ ტექნიკამ გარეშე, მაგრამ აგროკრედიტი იყოს, აგროკრედიტი სუბსიდირებით. ანუ პროცენტი სუბსიდირებას გულისხმობ და არა გრანტი, ხო, გრანტი რო არ იყოს საერთოდ და ეს პროცენტი იყოს 10 წელი რომ ამ ტექნიკამ შეასრულოს თავისი მოვალეობა და ამ 10 წლის მანძილზე ამ ადამიანმა ფული ამოიღოს ამ ტექნიკის უკან. ეს ჯობია ვიდრე გრანტი არის დაუშვათ კარგი თქვენთვის თორე ჩემთვის ის გრანტი არის ის რომ თქვენ რაც რო შემოიტანეთ იწვალეთ იქ ნახეთ კაი მწარმოებელი გარანტიას მაძლევთ მე რომ რამე რო გაფუჭდეს რო გააკეთებთ თქვენ ამის დაფარვაა ეს არის აი იგივე ბანკის ვარიანტია რა გასკებია აი მე ზუსტად მაინტერესებდა მაგაზე რა სუბსიდირებაზე რომ რამდენად სწორად მიიმართებოდა რესურსი და სადმე სხვაგან ხომ არ ჯობდა არა აი ჯობს რა თქმა უნდა ესე ვადის გახანგრძლივება რომ ტექნიკამ შეასრულოს მეურნეობისთვის ის მაქსიმუმი რაც უნდა შეასრულოს მაქსიმუმი თუ არა საშუალო მაინც მე რო ტრაქტორი ვიყიდე ხო იმ ტრაქტორმა ჩემთან ეხა მე იმიტომ თანამშრომლობ და იმიტომ ვყიდულობ მე ჯონდერს რომ მე ვიცი რომ ამ ტრაქტორს რო ვიყიდი ერთი 10 წელი მამუშავებს პრობლემის გარეშე ხო 10 წლის განმავლობაში მე ამ ტრაქტორმა უნდა გამიკეთოს ისეთი საქმე რომ მე რო ამაში გადავიხადე ვთქვათ სიტყვაზე $50,000 მე ეს $50,000 ამ ტრაქტორის მეშვეობით მუშებზე უნდა დავზოგო ტექნიკის ოპერაციებზე უნდა დავზოგო ხარისხზე უნდა აისახოს ეს და ასე შემდეგ რომ ეს უნდა მქონდეს მე 10 წელი ან 15 წელი იმისთვის რომ ამ ტრაქტორმა საკუთარი არსებობა ჩემთან გაამართლოს და მე რაც დავხარჯე ის ამოვიღო ყოველ შემთხვევაში თუ მოგებას ვერ ნახავ ამ ტრაქტორს იმაზე მაინც გახვიდე იმაზე მაინც გავიდე რომ რისთვისაც ვიყიდე ეს ტრაქტორი მე ის ამ ფულით შევასრულე თორე 3 წლის მერე მე თუ შემიწყდება ეს სუბსიდია და მე გადადიხარ სტანდარტულ პროცენტზე ბანკი რო აბა დადეაგეთ 16% და 18% არა რა თქმა უნდა ის ტრაქტორი რო უყურე მე გული გისხდება ხო ესე კი ბატონო მაგაში გაითანხმები ნამდვილად ეხლა რა ჩამოვთვალეთ ეს ტექნიკები ძირითადად ჩამოვთვალეთ უფრო ის პრემიუმ ხარისხის ევროპული მწარმოებლები აი იმ მომენტში როცა შესყიდვებს ახორციელებდით და გიგეგმებოდით ზოგადად რატო წახვედით თქვათ პრემიუმის გზით რომელიც თავისთავად გულისხმობს მაღალ საწყისღირებულებას და არა თქვათ ბიუჯეტურით რომელიც შეიძლება 4-ჯერ ნაკლებ ინვესტიციას მოითხოვს ბაღში ბიუჯეტურებით ვცადე მე მაქვს 2 თუ 3 ტრაქტორი სხვადასხვა მეურნეობებში ეს ბიუჯეტური ტრაქტორები და რა არის და პირველი 2 წელი მართლა ბიუჯეტურია და მესამე წლიდან უკვე იწყება არაბიუჯეტური ამბები და ეს ძალიან რთულია როცა თავიდან თითქოს გონია რომ რაღაცა იყიდე რაღაც საქმე გაგიკეთა კიდევაც და მე უცებ აღმოჩნდება რომ ახალი მოთხოვნილებები შემოდის თან ერთი ახალი მოთხოვნილებები შემოდის და მეორე კიდევ აღმოჩნდება რომ ეს ტრაქტორი ვერ გისრულებს ამ სამუშაოს შენ რაც ან დაუშვათ ეგ წინა კარდანში სიმძლავრე აკლია ან უკანა კარდანში არ გამოდის ისეთ სიმძლავრე რაც ქაღალდზე უწერი ან გაუთავებლად ფუჭდება გაუთავებელი პრობლემები აქვს რაღაცა ეს უკვე ძალიან ცუდად აისახება რა თქმა უნდა ჯობია რომ საწყისი ფასი გადაიხადო უფრო მეტი გარანტია მიიღო უფრო კარგი და გარანტიას რომ მიიღებ მე გამოცდილებაც იყოს რა ეხლა გამოცდილებაც იყოს მე მაქვს ერთი ტრაქტორი რომელმაც მე ძალიან ბევრი მაწვანა აქტიურად 2 წლის განმავლობაში ახლიანა ვაწყეთ ის ტრაქტორი და 2 წლის თავზე გამოკეთდა
დამშვიდდა მოერგო სიტუაციას, იმიტომ რომ ნახევარი ტრაქტორი გამოცვალეთ ფაქტიურად. ხო და ეხლა შედარებით უკვე მესამე წელია მაქვს და რაღაც წელს უკვე აღარ გაუწოლები ვარ ისე რომ მთელი სეზონი ჯერჯერობით მუშაობს და მე ვნახოთ რა გაყავს ბოლოში. გაყავს კი ხო ბევრ დიდია ეს ვენახი ერთი პატარა ტრაქტორისთვის დიდია. ხო ეს. კი თითქმის 20 ჰექტარზე მეტია და ერთი ტრაქტორისთვის ეს უკვე ბევრია, იმენი ოპერაცია იქ და ტოტების გასხვლიდან დაწყებული მულჩერის გაკეთება, წამლობა, იქ თუ ძირებიც გააკეთე ძირებიც და რა ვიცი, თან მით უმეტეს როცა ნალექი ხეს გიშლის და ფანჯარა 1000 ერთხელ. აი იქ უნდა ინადირო იმაზე რომ აი ეხლა დილიდან საღამოს 6 საათამდე არ წვიმს და არიქა ჩქარა ეხა შევწამლოთ რაღაც რომ მოვასწროთ რომ 1-3 საათი შეაშრეს ედრო ჭრაკი არ მოხდეს და კი ბატონო. ეგ რთულია რა თქმა უნდა როცა ეგეთ პირობებში მუშაობ და ერთი ტექნიკა გაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას რომ აი რა თქმა უნდა ხარისხიანი ტექნიკა ძალიან ბევრს ნიშნავს და ყველას მე მინდა უთხრა ყიდვის დროს კარგად დაფიქრდეს და შეისწავლოს გამოცდილებები იმ ტექნიკაზე, იმიტომ რომ ბევრი გაჩნდა ძალიან შემოტანი, ხო კონკურენცია დიდია იქ და არჩევანიც დიდია, მაგრამ არჩევა კარგად უნდა იცოდეს მეურნემ რა. გეთანხმებით მაგაში. მოგეთ რა ჩამოთვალეთ, ესე იგი ვენახი არის მიმართულება, არის ნუში და არის მოცვი. კაკალიც. ხო ვენახი არის ქართველი კაცისთვის საუკუნეების ტრადიცია, ემოცია და ეს ნუში კაკალიც რეალურად ასე თუ ისე და მოცვი არის უფრო შედარებით ახალი, უფრო ბიზნეს გათვლაზე ორიენტირებული მეურნეობები და აი ამის გარდა ეს რაღაც ემოცია როგორიზე გადავწიოთ და ესე რომ შევადაროთ რა წმინდა ბიზნესად ამ კულტურებში აი აქეთ თქვათ გვაქვს ვენახი მე ხა უფრო ნუშზე ვაპირებდი საუბარს მაგრამ მოცვით ახსენეთ მოცვით ჩავრთოთ და კაკალიც ანუ შედარების თვალსაზრისით რომელი კულტურა უფრო გპატიობს შეცდომებს და რომელი მიმართულება არის რომელი კულტურა არის უფრო ის რომელსაც მიყავს თქვათ თანამედროვე აგრობიზნესამდე ეს ქართველი აგრომეწარმე რა შეცდომებს რომელი გპატიობს ესე მე გეტყვით იმას რომ ნუშის სამშობლო არის წინა აზია, ჩრდილოეთ ირანი და ამიერკავკასია. ასე რომ ნუში ახალი რამე არ არის ჩვენთვის აქ ველური ნუშიც კი იზრდება საქართველოში. კი, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე რამდენი წელია რაც პროფესიონალურ დონეზე ნუშის პლანტაციების გაშენება, კაკლის პლანტაციები საბჭოთა კავშირში არსებობდა. მინდა გითხრათ არსებობდა კაკლის პლანტაციები იყო, მაშინ რაღაც სელექციური მუშაობა მიდიოდა მოლდოვაში, უკრაინაში, საბჭოთა კავშირის დროს იყო რაღაც ჯიში გამოყვანილი, საინტერესო ჯიშია სხვათა შორის იდეალი ქვია. და ნუშის პლანტაციების მასიურ გაშენებას რაც შეეხება ეგ ახალია და მოცვიც კი ბატონო შეცდომებს გპატიობს უფრო მეტად კაკლოვანი იმიტომ რომ და უფრო დაცული გარედან რაღაც შემოვლების რო აქვს დამცავია კაკალსაც და ნუშსაც გარსი აქვს და დამცავია და აი რო გაგექცეს დაუშვათ ისეთი ჭარბიტენის დროს აი კაკალს გაუჩნდეს ანთრაკნოზი თქვათ რა ეხა ერთ დღეს ვერ ნახე მეორე დღეს მესამე დღეს რო ნახო და ეგრევე შეხვიდე წამლობით შეაჩერებ ამას შეცდომას გაგაპატიებს პირველ რიგში ვენახი პირიქ საათები წყვეტს ყველაფერს ხშირ შემთხვევაში და მოცვი მალიფუჭებადი პროდუქტია და უბრალოდ იქ ტრანსპორტირება კრეფა მოცვი ისეთი კულტურაა რომელსაც ერთხელ უნდა მოხდეს ხელი მეორედ ხელი უკვე მას ხდება მოყვარელის რომელიც ჭამს ხელით იკრიფება ხო განსხვავებით მოცხარისგან და სხვა ისეთი კენკროვანი კულტურებისგან კენკროვანს აქ ნუ ყურძენზე დღემდე დავა კენკროვანია თუ ხილია თუ წიწოვანთა იმაშია მაგრამ რაც შეეხება მოცვს და სხვა კენკროვანს სხვა კენკროვანებზე ეგ არის ჟოლო მაგალითად პოლონელებმა გამოიგონეს ძალიან კარგი საკრეფი ტექნიკა რაღაც კი არის სილიკონის სიმეებით პოლონელებსაც სერბებსაც აქვს მაგრამ აი ახლა აქ უყურერაში ეს საქმე მოცვს მაგით ვერ დაკრებ
ან უნდა იყოს ძალიან გადამწიფებული, რომ ამით ჩამოვარდეს ზირს. მწიფე უნდა იყოს საკმაოდ. გადამწიფებული, მე უკვე ანუ მრეში უნდა დაიკრიფოს, ცოტა სიმწიფეში შესული. ახალ სიმწიფეში შესული უნდა დაიკრიფოს, გაგრილდეს უნდა მასივარში, რომ ტრანსპორტირებისთვის გამოდგეს და შემდეგ უკვე ბაზარზე დახლზე სასაქონლო სახე კარგი კონდეს. თორე იქ ჟოლო, უკვე ჩამწიფებული ჟოლოს რო კრებ, ის სამურავი, ის ჯემები და ისინი კეთდება. ფრეში აღარ არის და ეს პირდაპირ მოხმარებისთვის ესეთი არის. ანუ შეცდომები ახლა ეს კრეფის პრობლემაა ეგ, მაგრამ შეცდომა რაღაცა დაავადებაზე რომ გაგექცეს რაღაც ოპერაცია დააგვიანო და ტექნიკა დროულად ვერ შეიყვანო და რაღაც ვერ ისაკნა რა. ამ შემთხვევაში გაპატიებს ნუში, რამოდენიმე დღეს გაპატიებს კაკალიც, გაპატიებს რამოდენიმე დღეს. ყურძენი რამოდენიმე საათსაც კი არ გაპატიებს, რო იცოდე. და შეიძლება რაღაც პატარა მომენტში მოცვე კონდეს რაღაც ფანჯარა რომ აი ახლა დაიწყო ეს და აი ან ჟანგა აქვს ფოთოლს ან დაუშვათ იქ რაღაც სიდამპლე შეეპარა რაღაც და უცებ შეიტანა ყურძენში უბედურება ყურძენს ვერაფერს აღარ უშელი მე იმიტომ რომ ის აგესახება ღვინოში პირდაპირ რა თქმა უნდა ეგრევე მიდის იქით გემოებში და ასე შემდეგ და ანუ ისე რომ ესე მოკლედ რო თქვა მიმართულებების კუთხით აი რომელი არის რეალურად ის რომელსაც რაღაც აი თანამედროვე აგრობიზნესამდე მიყავს ფერმერი დღეს ფერმერი მოგებამდის კიდე რო მოგებამდე გამდიდრებამდის ძალიან რთულია რომ გამდიდრებამდის ძალიან რთულია მაგრამ მოგებამდე რა მოგებამდის რომ მეგიყვანოს საქართველოში პერსპექტიულია კაკლოვანი კულტურები პერსპექტიულია მეღვინეობა ხარისხი მაღალი რაოდენობა ცოტა და მაღალი ხარისხის ესეთი ფორმულის ყველა შემთხვევაში ხო ყველა შემთხვევაში რატო ესე შიდა ბაზარზე კაი ღვინის ყიდვა ადვილი ასაქმე არ გეგონოს მე მაგალითად ძალიან ბევრი ღვინო არ მაქვს, ცოტას ვაწარმოებ მე. და არიან მეღვინეები, რომლებიც ცოტა რაოდენობას ყიდიან და ხარისხიანს და ექსპორტზეც რა თქმა უნდა ღვინო ისეთი პროდუქტია, რომ ინტერნაციონალური პროდუქტია და კარგია ახლა ისე არ არის რომ დაუშვათ საფრანგეთში მარტო ფრანგულ ღვინოს სვავდნენ მათ აინტერესებს ამ პროდუქტს რომ იცნობენ მე სხვადასხვა ისეც აინტერესებს მაგრამ ინდუსტრიულად ექსპორტზე ორიენტირებული ჩვენი შეიძლება იყოს იმ ახლომდებარე ქვეყნებზე სადაც საქართველოს ბრენდებს იცნობენ კიდევაც ბრენდების სახელით იცნობენ ღვინო ჩვენ გვაქვს წყალი ღვინო ისეთი რაღაც რაც შეგვიძლია რომ ექსპორტზე გავიტანოთ მოცვი კაკლოვანი კულტურები თუ დაემატება კიდევ იმიტომ რომ ცოტა გვაქვს ჩვენ მაინც ხა კი ამბობენ რომ აი ამდენი 1000 ჰექტარი გაშენდა ეგ არაფერი არა ზღვაში წვეთი ისე როგორც ქართული ღვინო პროფესიონალურ წარმოებას ევროპული ჩვენ წარმოება ღვინის მხრივ გვისწრებს მოლდოვაც რუსეთიც უკრაინას ჩვენ წარმოიდგინე აღარაფერს არ ვაბო ევროპის ქვეყნებზე რომლებიც ძალიან გვისწრებენ ჩვენ მეღვინეობის როგორც ტექნოლოგიური კუთხით, ასევე რაოდენობის მხრივ და ჯიშთა სორტიმენტი. ამის ხა ფრაგმენტაცია რაც ახსენეთ, ესეც ერთ-ერთი ყველაზე ეს მთავარი ის იყო საშინელი რაღაც, რომ დაურიგეს, რომ აი გახსოვთ თქვენ ერთ-ერთი ის დიდი გმირი რო იყო ის როყირო და რო ხო გითხარით მე რო დაურიგებთ გლეხებს მიწა და დაურიგეთ გლეხებს მიწა და ამ ხალხსაც უი რა კაია მიწა მოგცესო მაგრამ იმ მიწას მე დამუშავება რო ჭირდება ზუსტად ეგ არის პოტენციალი რასაც დღეს ვერ ვამაქსიმალიზებთ რა იმიტომ რომ ესე ვერ გავდივართ უფრო ფარგლებს გარეთ დიდ მოთამაშეებად რა იმიტომ რომ მასიური წარმოება გვიჭირს მეურნეობები რო ყოფილიყო შენარჩუნებული ოღონდ ეს რაღაც იდეოლოგიური კი არა ეს რაღაცა ეს იდეოლოგია რომ მეურნეობა არის სხვა და იდეოლოგია არის სხვა იდეოლოგია კარგი მე კაცობრიობის ისტორიაში არ მახსოვს არც ერთი იდეოლოგია არის ყველა ცუდი იმიტომ რომ შეიძლება პირველი 10 წელი კაია იდეოლოგია მაგრამ მე ყველა იდეოლოგია არის მახინჯი ამიტომ ეს მეურნეობების დაშლა ერთობლივი მეურნეობების დაშლა სადაც აწყობილი იყო უკვე თავის სპეციალისტების ბაზრები და რაღაცა ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული სხვა შორის და ამხელა წარმოებები ფაქტიურად გავერანდა მოხდა მიწების ფრაგმენტაცია და მე ხელში ჩაუვარდა ისეთ ადამიანებს რომლებსაც მეურნეობაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ ხელში ჩაუვარდათ
სამხედრო კომენდანტებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, გამგებლებს, მომგებლებს, წამგებლებს, ვიღაცა ისე ტიპებს, რომლებმაც მეურნეობის არაფერი არ იცოდნენ, რაღაცა კუპონებზე და რაღაც ვაუჩერებზე, ეხლა როზის ეს კაცი ტელევიზიიდან რაღაც იმეებს, კიდე ჭკუას ირიგებია, ხო ეს რაღაც ვაუჩერებზე და იმეებზე შეისყიდეს ეს ყველაფერი და ამ ხალხმა არაფერი არ იცის მეურნეობის, არც იცოდა და დღესაც არ იციან. და ესეთ ხელში ჩაგდებულ მიწებს დღეს ყიდიან უკვე კარგი მიწა, რომელიც ირწყვება და ცოტა მისასვლელი გზა აქვს და რაღაცა თითქმის $20,000 ღირს 1 ჰექტარი. ეგრეა. თუ იქ დენია და წყალია და რაღაცა იმას უკვე ვეღარ ციყიდი ისეთი ფასია. წარმოიდგინე, მაგრამ მეურნეობიდან გამოთიშულია ეს, იმიტომ რომ იქ მეურნეობა არ წარმოებს. ამიტომ უნდა იყოს მიწის გადასახადი. მე რომელიც ვამუშავებ მიწას მომყავს პროდუქტი და შიდა ბაზარზე ვყიდი, მიწის გადასახადი იგივე მაქვს, რაც რომელიც მიწას არ ამუშავებს, გამოთიშული აქვს მეურნეობიდან და რა გზებით აქვს, ეხლა ხომ მართლა კონფისკაციას არ დაიწყება რა, მაგრამ ეს გადასახადი, მიწის გადასახადით რა შეძდის სახელმწიფოს მეურნეისგან. მე მაგალითად ან ნუშის პლანტაციებისგან, ან კაკლის პლანტაციებისგან, ან ვენახისგან რამდენს ვიხდი მე ეხლა აი წარმოიდგინე ამ შუა წამლობებში როცა ვენახში წამლობებზე რამდენს ვატარებ ამდენი ოპერაცია მაქვს ჩასატარებელი ამდენი ფული უნდა დავხარჯო შეგნით წინასწარ მართლმოს კიდე მიწის გადასახადის რაღაცა ნაწილს ეხლა გადავიხადე 3000 ლარი გადავიხადე მიწის გადასახადი არაფრის არა მიწის გადასახადი კი არა ქონების გადასახადი ანუ მე რო ტრაქტორი ვიყიდე და ტრაქტორი რომ აქვს და შესაწამლი ამ ვენახის რომელსაც უვლიდე ჯერ პროდუქტი არ მომიღე ამის გადასახადს ივნისში მართმევს მე სახელმწიფო ქონების გადასახადს რომელიც მაქვს მე ვენახში ან დაუშვათ იქ ის მაქვს მე რაღაც შენობა ხო მიდგას რამოდენიმე შენობა მიდგას იქ რაღაც იმის წყალი გამოყვანილი და რაღაც ამაში გადასახადს გართმევენ შენ რომ შენ ეს გააქვს ტრაქტორი გაქვს ნაყიდი შესაწამლი აპარატი გაქვს ნაყიდი და გადასახადი გადაიხადეო შენო მე არც მოსავალი ამიღია ჯერ არც გამიყიდია და გადასახადს მართავს წინასწარ შემოდგომით მე მიწის გადასახადს გავუმართვეს კიდე სანამ ჩემი ღვინო დაღვინდება და ბორცში ჩამოვასხავ და გავყიდი და მაღაზინა რამენაირად ფულს ამოვიღებ სახელმწიფო თავისას ითხოვს გასაგებია რომ სახელმწიფო ითხოვს ეს წესრიგია და უნდა დავიცოთ ეს წესრიგი სახელმწიფოსგან წესრიგი უნდა დავიცოთ ჩვენ მაგრამ ეს არ უნდა იყოს ტვირთი თუ გინდა რომ ეს თუ სახელმწიფო აცხადებს რომ ეს ჩემი პრიორიტეტი არ არის მაშინ გასაგები იქნება უკვე ყველასთვის რომ სახელმწიფოსთვის ეს პრიორიტეტი არ არის და ჩვენს უნდა სხვა გზა ვეძებოთ აქ რამენაირად და ადამიანი ისეთი გონიერი არსება რომ სხვა გზას ყოველთვის იბომის აი ესეთი აი ესეთი ლაპარაკი გამოგვივიდა ჩვენ გიორგი ბოლოს რომ მითხრა რას ურჩევდი მომავალ თაობას ვინც ახლა გვიყურებს და ფიქრობს რომ აი გადმოდგას ნაბიჯით და შემოვიდეს აგროსექტორში რა ვიცი ნებისმიერ მიმართულებით ახალგაზრდებს ურჩევ რომ გული არ გაიტეხონ გადმოდგან ჩვენ მხარეს ნაბიჯი ისწავლონ თეორიulis გარდა პრაქტიკული ცოდნაც აიღონ იყვნენ თავისი ქვეყნის პატრიოტები სხვა ქვეყანა ჩვენ არა გვაქვს და სხვა ქვეყანაში წარმატება როგორც გინდა მიაღწიო პირველი თაობა სხვა ქვეყანაში წარმატებას ვერ აღწევს და მეორე თაობამაც რომ მიაღწიოს სხვა ქვეყანაში მიღწეული წარმატება შენ აქტივშიც არ ითვლება არათუ შენი ქვეყნის აქტივში ჯობია რომ აქ მივაღწიოთ წარმატებას ჩვენ და ჩვენ შევქმნათ ისეთი პირობები და ისეთი გარემო ისეთი ახალგაზრდების რომლებიც ამ საქმით არიან დაინტერესებული უნდათ რომ თუ კი მოგწონ შენ დაუშვათ იქ რომელიმე ლამაზი ფოტოები ფრანგული შატოსი ჯობს რომ ისეთი შატოები იყოს აქ და არა იქ წახვიდე და იმუშაო ვინმე საქართველოსდან ჯობია რომ ისეთი გავაკეთოთ აქ იქ თუ აქვთ რამე გაკეთებული 5 საუკუნის განმავლობაში 5 კონტინენტიდან მოტანილი ქონება აქვთ იქ და გაკეთებული აქვთ იქ ჯობს რომ ჩვენ გავაკეთოთ ჩვენთან აქ და არა წავიდეთ იქ სადაც უკვე გაკეთებულია იმათ
თავიანთი ქვეყნები გაკეთებული იმისთვის არა აქვთ, რომ აი ოდესღაც საქართველები მოვლენ და მრავალჯამიერ სიმღერებენ ჩვენ შატოებში, იმათ თავისთვის გააკეთეს. კი, ზუსტად რა თქმა უნდა. და ვერც გავამქროთ ჩვენ. ჯობს რომ ჩვენი გავაკეთოთ აქ და უმასპინძლოთ სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს, ისე როგორც ქართველებს გჩვევიათ. დიდი მადლობა ბიძინა, ძალიან საინტერესო, ცოცხალი და ესეთ ღირებული პოდკასტი გამოვიდა. მადლობა ამ გამოცდილების გაზიარებისთვის. როგორი იყო ეს გამოცდილება პოდკასტური, ეგეც რო გაგვიზიარო, რამდენად საინტერესო იყო. კარგი იყო, თუ ძალიან არ გაგვიგზელდა, არ ვიცი. არა, იდეალური იყო ჩემი. როგორი აი ქრონომეტრაჟის მიხედვით თუ გაგვიგზელდა ძალიან, არ ვიცი, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი. ეს არის ჩემთვის ძალიან საინტერესო. ვისი სურებდით შემდეგ სტუმრად ვინ იქნებოდა თქვენთვის საინტერესო სტუმარი თქვენს ადგილას რომ დაიყო და მოგესმინა თქვენ უკვე მსმენელის რანგში. აი, კარგი იქნებოდა ვინმე უფრო ისეთი მეცხოველეობაზე თუ იქნებოდა ვინმე, იმიტომ რომ მეცხოველეობის პრობლემა საქართველოში ძალიან ისე დგას და კარგი იქნება მეცხოველეობაზე თუ ვინმე ისაუბრებდა, კარგი იქნებოდა ცალკე მეღვინეობაზე თუ ისაუბრებდა ვინმე, მხოლოდ მეღვინეობაზე. მე ვენახეობა ცალკე საკითხია, რაც რომ კი. მეღვინეობა კიდევ ცალკეა. ჩემი ცოდნა მეღვინეობაში საკმარისია, მაგრამ კარგი არ არის. მე მიყვარს ვილაპარაკო ის, რაც კარგად ვიცი. ამიტომ მეღვინეობა ცალკესფეროა და კარგი იქნებოდა მეღვინეც. მადლობა კიდევ ერთხელ. მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი ეპიზოდები, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს. ნახვამდის.